ბავშვები, ჩვენი შვილები, შვილიშვილები, რომლებსაც უნივერსიტეტში გადის, ერთმანეთს ეფერებიან, ერთმანეთს ძალიან ბევრ რამეში ეხმარებიან. ერთმანეთს მეცხოვებენ. როგორი ფული განან ერთმანეთის გვერდით. აი ეს არის ის საქართველო, რომლისთვისაც რეალურად ჩვენ და თქვენ ყველა ესწრებათ. ესე იგი, მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შვილებისთვის. აი პატარა ქართველებისთვის, იმ პატარა ადამიანებისთვის, რომლებიც ძალიან ცოტა ხანში გაიზრდებიან და დიდ ქართველებად ჩამოყალიბდებიან. შესაძლოა, აქედან ნაკლებად გამოვიდეს ვინმე ან მოცეკვავე, ან ქორეოგრაფი, გამოვიდნენ ფიზიკოსები, გეოგრაფები, ფეხბურთელები, ჯარისკაცები, პოლიციელები, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ აი ამათგან დიდი ადამიანები დადგებიან და აი ამისთვის ჯერ თქვენ მადლობა ძვირფასო მშობლებო და მე პედაგოგებს მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა. აქ დაახლოებით 20 ანსამბლის სახელი მაქვს ჩამოწერილი და თითქმის ყველას ვიცნობ პირადად, რამხელა შრომა აქვს ჩადებული ამ ადამიანებს თქვენ შვილებში. მადლობა მათი სახელით, რომ ანდეთ თქვენი შვილები ამ ბავშვებს. იმიტომ რომ ეს ის პატარა გოგონები არიან, რომ გაიზრდებიან და დიდი ქართველი ქალბატონები რომ გახდებიან და ეს ის პატარა ვაჟკაცები, ბიჭუნები არიან, დიდი ქართველი კაცები რომ გაიზრდებიან. და მე ერთმანეთს რომ შეუყვარდებათ ბიჭები გოგოები და გოგოებს ბიჭები. აი ასეთი საქართველოს და ესად უკან და ეს თქვენი შვილები არიან. მადლობა აი ასეთი შვილებისთვის. დღევანდელი დღე კი აი ამ ჩვენი მომავალი თაობის ერთობის დღე ბაჩუკა ადამიანმა, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, რას ნიშნავს ქვეყნის მომავალი და რა აქვს ამ ქვეყანას ყველაზე დიდად სატრაბახო. ეს არის ქართული ხელოვნება და ქართული ხელოვნების ის მიმდინარეობა, რაც ქართული ცეკვა ქვია. დღევანდელი ჩვენი მასპინძელი არის კაცი, რომელსაც უყვარს თქვენი შვილები, კაცი, რომელსაც უყვარს საქმე სახელად ქართული ხელოვნება. და გია ყვაცილიას მინდა თქვენი აპლოდისმენტებით მადლობა გადაუხადოთ. ბატონო, პროტოკოლის მიხედვით თქვენ ბოლოში რა გამოგიძახოთ, მაგრამ ახლაც მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რა საქმესაც თქვენ აგერ უკვე ამდენი ხანია ემსახურებით. დღევანდელ ფესტივალს ძალიან საინტერესო სახელი დააკვირთ თქვენ. ბაღდათი 2024, მაგრამ ნახეთ მრავალჟანრიან ახალ თაობას. ეს სამი სიტყვა გამოძახილია იმ ყველაფრისა, რისი შედეგიც არის ჩვენი ბრძოლა. მადლობა თქვენ ამ ფესტივალისთვის. მადლობა იმისთვის, რომ ასეთი მუხჩაუხლელი შრომით თქვენს გუნდთან ერთად და თქვენს დიდ გუნდთან ერთად შრომობთ და აფასებთ და მადლობას ვუხდით საქართველოს აი ამ შრომით. მე თქვენ აუცილებლად ბოლოს მოგიწვევთ და თქვენ საქმეს სიტყვას აუცილებლად გახმევთ. ახლა ტაში დაუბრალთ, მოდი გიაკვაციდეს აი ამ დიდებული ღონისძიებისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ გია ბატონო. დღეს ჩვენ დარბაზში უამრავი სტუმარი გვესწრება. აქ არის საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის წარმომადგენლობა მისი პრეზიდენტის სახით და რა თქმა უნდა აუცილებლად ბატონო კახაბე ბატონკოჩა თქვენ მოგიწევთ სცენაზე ამოსვლა დაჯილდოების დროს და ყველა ერთად მოვიფერებით ბავშვებს.
ბოლო ნომერს გამოვაცხადებ და მე მინდა სცენაზე ვიხმო ჩვენი სტუმრები, რის შემდეგაც დავხურავთ ერთი ძალიან საინტერესო ცეკვით ჩვენ დღევანდელი ფესტივალის პირველ ნაწილს, შემდეგ კი დაჯილდოების ცერემონია დაიწყება. როგორც თავში გითხარით, ჩვენ დღევანდელი სტუმრები არიან საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის გუნდი და ამ გუნდის ხელმძღვანელი ბატონი კახაბერ მარკოიშვილი მივესალმოთ თუ შეიძლება. ბატონო გოჩა, ბატონო თქვენც უნდა მოხვიდეთ სცენაზე, ხოთ მოგზავნეთ. ბატონო გიგა, ბატონო კახაბერ და ბატონო გოჩა ამოგზავნეთ სცენაზე. აპლოდისმენტებით მივეგებოთ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ხელმძღვანელი ბატონი კახაბერ მარკოიშვილი და ისევ მინდა სცენაზე გამოვაცხადოთ, მოვიწვიო საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის იმერეთის ნაჭალე ჩხუბ-ქვემოსვანეთის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი ყვაცირია. ხოთ ბატონო გიორგი. ბატონო კახა, აღმოგცემთ მიკროფონს. მადლობა, ჩემო გესწრო. შუადღე მშვიდობისა, ჩემო კარგებო, მოგესალმებით ყველას, ბაღდათელებო, მოწვეულო სტუმრებო და ყველას მინდა გისურვოთ მშვიდობიანი დღე და მშვიდობიანი საღამო. კიდევ მეორე განყოფილება გვექნება, როგორც ვიცით, ხო? ამიტომ მოდით ძვირფასი მადლობა გადავუხადოთ პირველ რიგში აი ამ დაწყეს საზოგადოებას. მშობლებო, თქვენ პირველ რიგში ურმესი მადლობა, რომ აი ქართულ ტრადიციულ ქართულ ხალხურ ცეკვას, ქორეოგრაფიას აზიარებთ თქვენს საყვარელ შვილებს. ამ ერწმულეთ, რომ ამ დღის ეს რამე თუ ქართველობა ზუსტად აი აქ არის, აქ იბადება, აქედან იწყება ქალისა და მამაკაცის დამოკიდებულება, ურთიერთსიყვარული და სამშობლოს სიყვარული, რაც ყველაზე მთავარია და რა ვიცი, ყველაფერი მიტევებაც, ყველაფერი აქ არის ქართულ გენში, კულტურაში და ქართულ ცეკვაზე ყველაზე მეტი მარგალიტი იმალება და ინახება. ასია ნამდვილად და ურმესი მადლობა თქვენ, ჩემო კარგებო, მშობლებო, ყოველთვის ბებიებო, ბაბუებო, დედიკოებო, მამიკოებო და სულ ყველას გეფერებით ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ახლა თქვენი აპლოდისმენტების თან ერთად ბავშვებს გადავუხადოთ ყველაზე დიდი მადლობა ამ ულამაზეს ჩვენ შვილებს. გენერცვალეთ ბავშვებო, გაიხარეთ. მრავალჟამიერ თქვენ დიდხანს იყავით და იცოცხლეთ და რასაკვირველია ჩვენს ბატონ გიას კიდევ ერთი მადლობა, ჩემო გია. თქვენი მეშვეობით არაერთი ღონისძიება და ფესტივალი გაიმართა უკვე წელიწადია თქვენ არჩეული ვბრძანდებით ამ მეტად საფასურულო თანამდებობაზე და ურმესი მადლობა ამ დიდი სიტყვოთი სიყვარულისთვის, რომელსაც თქვენ ეწევით მთელს გუნდში. ჩემო კარგო, რა თქმა უნდა ერთად და არაფრით არ მინდა გამორჩეს ჩვენი ძვირფასი კოლეგები, ჩვენი ქორეოგრაფები, რომლებსაც ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ჩემო კარგებო, ძვირფასებო, ალბათ გამომჯანდებიან ეხლა სულ ყველანი. დიახ, ჩვენ დამთავრების მერე ღონისძიების და დაჯილდოების დროს მოგეფერებით კიდევ. ბატონო გია, რა ვიცი, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ბატონო ბესო. ბატონო გოჩა, ორი სიტყვით დღეს მოგილოთ. მოგესალმებით, ბატონებო და ქალბატონებო, მინდა შევედე კახაბერის მისამებას და მინდა ერთი რამ თქვა, რომ ბავშვები, რომლებიც დღეს დებიუტანტები იყვნენ, რა საინტერესო სახეები ქონდა და ძალიან ბედნიერები ვიყავით, რომ თქვენც ესე აიტაცეთ ეს ტაშით და ძალიან ხარს უჭერთ ჩვენს პატარებს. მათი არის სცენა, მომავალი მათი არის და დღევანდელი დღეც ზუსტად ეს არის მრავალჟამიერ მომავალ თაობა. დიდი მადლობა თქვენ და ჩვენს პატარა მოციქულებს სულ ყველას. ბატონო გოჩა და რა თქმა უნდა ბატონი გია. გესალმებით. გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. წარმატებული წელი მოგცეთ სულ ყველას. მადლობა მშობლებს ყველაფრისათვის, თქვენი შვილების გვერდით დგომისათვის და ამ კეთილ საქმეს რო აზიარეთ ქართულ ხელოვნებას. თქვენი შვილები, შვილიშვილები ღმერთმა დაგლოცოთ და იხარეთ და იდღეგრძელეთ სულ ყველამ. ჩვენი ფესტივალი მრავალჟამიერ ახალ თაობას, მრავალჟამიერ ყოფილიყო სრულიად საქართველოში და ყველას გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა ანსამბლის ხელმძღვანელებს. დიდი მადლობა ჩემს ქორეოგრაფებს, იმერეთის რეგიონის, კიდევ ჩვენთან იყო სტუმრები, ჩამოსულები, მოწვეული სტუმრები და მეორე განყოფილებაში ვნახავ გურიიდან, სამეგრელოდან და ყველა რეგიონი ჩვენი 14-ვე იმერეთის რეგიონის წარმოდგენილი იყო ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები. ყველა ქორეოგრაფს მინდა დიდი მადლობა უთხრა, ყველა ბავშვს, მუსიკოსებს და ყველას ძალიან დიდი მადლობა. კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, დირექტორ ბატონ ვაკოს, ჩვენს გამგეობას
კიდევ და ხელმძღვანელებს, ქალაქისას, ყველას ძალიან დიდი მადლობა. საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარეს ბატონ კახას დიდი მადლობა ჩამობრძანებისათვის, ბატონ გოჩას მოადგილეს კიდევ ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს ტელე წამყვანს აგერს კიდევ ბატონ ბესოს ჩვენი კომპანია ვარსკვლავების დირექტორს, ხელმძღვანელს, სულის ჩამქმნელს. ყოველთვის დგას ჩვენს ხელოვნებასთან ერთად და დიდი მადლობა. მადლობა ყველას დღევანდელი დღისათვის. ვემზადებით მეორე განყოფილების დასაწყებად და წარმატებას უსურვებს უყოლეს. ყველა ღონისძიების წამყვანის დროს, როცა მაქვს პატივი მერქვას ნებისმიერი ღონისძიების წამყვანი, ქართულ ემიგრაციას მოვიკითხავ სოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც არ უნდა იყოთ. მიხარიხავთ, სადაც არ უნდა იყოთ, მეიმედებით და აქედან საქართველოდან გითვლით სალამს, საქართველოდან გიხდით მადლობას იმისთვის, რასაც თქვენი ქვეყნისთვის აკეთებთ იქ, სადაც ხართ. და ამჯერად ბაღდათიდან, აქ იმერეთის გულიდან, ჩემო ძვირფასო ქართველო ემიგრანტებო, მე ეს წაში მინდა თქვენთვის გამოვაგზავნო მან სოფლიოს ყველა ქვეყანაში. აი ამ დარბაზიდან, ბაღდათიდან მოგესალმებით ძვირფასო ქართველო ემიგრანტებო და დღეს ამ ღონისძიებას თქვენ გიზღვნით. თქვენ, ჩემო კეთილო ადამიანებო. ტელეკომპანია ვარსკვლავების მაყურებელს მივესალმები და ახლა ვიწყებთ დაჯილდოების ცერემონიას. და ყველა ქორეოგრაფს, ვისაც გამოაცხადებ, ხომ სცენაზე მობრძანდეთ. ბაღდათი, სტუდია როდოპოლისი, სამხატვრო ხელმძღვანელი გოჩა შველიძე, ქორეოგრაფი მეგი ვაშახმაძე, ბატონო გია. ვიწყებთ დაჯილდოების ცერემონიას, მივყვებით ჩვენს ინსტრუქციას და პირველი ჩვენი ასეთი საერთაშორისო ულამაზესი და შესანიშნავი ჯილდოები გეფოცები მომიტან, ეს უნდა ვანახო მაყურებელს აუცილებლად. ბატონო კახაბერ, ერთი წუთით აი ეს მინდა რომ ჩვენს მაყურებელს ვანახო. ნახეთ როგორი ლამაზი ჯილდოთი დაჯილდოვდება ჩვენი დღევანდელი ფესტივალის ყველა მონაწილე. დიდი მადლობა ბატონ გიას ამისთვის, ძალიან დიდი მადლობა. აბა საბრძანდებით გოჩა ბატონო, ჩაიბარეთ ეს. აპლოდისმენტები შემიძლია რა თქმა უნდა. ქალაქ ხონის ანსამბლი ერისეული. ბატონი უტა ალფაიძე მინდა მოვიწვიო და ამჯერად უტა ბატონო თქვენ გადმოგეცემათ თქვენი კუთვნილი ჯილდო უშენერესი ქალვაჟისგან. ბატონ უტა ალფაიძეს. ახლა სამტრედიელებს მოვიხმობ სცენაზე, ანსამბლის სამტრედია და მათი სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი გურჯა ნამიჭეიშვილი. ბატონო გურჯა, ჩაიბარეთ თქვენი კუთვნილი ჯილდოები და დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. მადლობა და მშვიდობა თქვენ. საჩხერის ანსამბლი ნათება და მათი ხელმძღვანელი ბატონი გელა სადულიშვილი. გელა საბრძანდები. ხო. სპიკერში მოკითხვა უნდა გაგატანო და ამიტომ ხო ჩაიბარო. დიდი მადლობა გელა ბატონო. ახლა ხონის ქორეოგრაფიული ანსამბლი ეგრისი დავაჯილდოვოთ და მათი ხელმძღვანელი ბატონი ალქანდრე ქუთათელაძე მოვიხოთ სცენაზე. ბატონო ალქო, ეს ეს თქვენი კუთვნილი ჯილდოები დღევანდელი ჩვენი ფესტივალის სამახსოვროდ. მშვიდობაში მოგახმაროთ ღმერთმა, ეს ერთი და სხვა მრავალი. მადლობა თქვენ. ზესტაფონის ქორეოგრაფიული ანსამბლი შევარდენი. საერთაშორისო საალკე პრიზი უნდა დავაწესოთ გულშემატკივრებისთვის, უზრუნო მაგარი გულშემატკივარი ეყოლება. და სცენაზე მინდა ვიხმო სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ნანა გიბრაძე, ამჯერად ბორის სტადულიშვილი და ქორეოგრაფები გიორგი ლუტინიძე, ნატალი პავაძე და იანა რიბეცკაია. მერქმა გამრავლოთ. მადლობა. სამტრედიის ანსამბლი ლილე და მათი ხელმძღვანელი ბატონი გელა ფურმანიძე, მადლობა მას. და თქვენი კუთვნილი ჯილდოთ, რა თქმა უნდა, ბაღდათიდან სამტრედიაში მიემგზავრება. დიდი მადლობა. ქუთაისში გავაგზავნოთ შემდეგი ჯილდო და ვის თუ არა მტრედებს უნდა გავატანოთ ეს ჯილდო, რა თქმა უნდა.
ავტორი ანი აბულაძე და ნიკა რობაქიძე. ქალაქ ქუთაისის ანსამბლი ტრედები. ხოთ. თქვენი კუთვნილი ულამაზესი ჯილდოები ჩაიბაროთ. ესეთი ამაზე ჯილდო ბატონი გიასგან და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირისგან. დიდი მადლობა ტრედებს კვლავ ქუთაისი. ყველა ქორეოგრაფს ძალიან დიდი მადლობა ბავშვებს, მშობლებს, წამყვანს, ჩვენი საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარეს და ანსამბლ ტრედებს მინდა ერთი სურპრიზი გავუკეთო. ანსამბლ ტრედებს პრიზად გადავეცით თურქეთში ქალაქ ბოდრუმში მიწვეულები არიან და მიწვევა გადავეცით ბატონ ნიკალთან გოგოთანანი. კარგია, მშვიდობიანი წელი, მშვიდობიანი მგზავრობა და ბევრი გამარჯვებები რა თქმა უნდა. მაისის თვეში. კი ბატონო. ახლა კი ქუთაისის გიორგი დარახველის სახელობის ხელოვნების სკოლის ქართული ცეკვის მეოთხე კლასის ქორეოგრაფები გალდონი ხათუნალებიძე და ანრი ანჩაბაძე მინდა სცენაზე მოვიხო. ხო, ბატონო, მელი კუთვნილი ჯილდოებით ჩაიბაროთ. ჩემო ანრი და ჩემო ხათუნა იგივე თქვენს პრიზად გადმოგეცემათ ბოდრუმი მაისის თვეში 27 მაისს გაემგზავრებიან ქალაქ ბოდრუმში ჩვენიდან კავშირიდან გადაცემული პრიზი. ბატონო გია რა გულუხვი ხარ ბოდრუმი გადაეცემაო და მე მეგონა მთელ ტურისტულ სეზონს თქვენ გავარებდა. რა თქმა უნდა ბედნიერი მოგზაურობა თქვენს ანსამბლს ჯილდოსებო. ჩვენი სტუმარი სამეგრელოდან იმერულ ფესტივალზე ეს არის აბაშის ქორეოგრაფიული ანსამბლი შევარდენი და მათი შემდგომელი გიორგი შუბაძე მინდა ვიხმო სცენაზე. ბატონო გიორგი ჩვენი მუდმივი სტუმარი ხარ ჩვენ ფესტივალებზე და რა თქმა უნდა ეს კუთვნილი ჯილდოც აბაშაში გაემგზავრება. სადაც დავიბადე და გავიზარდე ზუსტად ის კუთხე არის ჩემი აბაშა და სოფელი ტყვირი. მინდა გულთბილად ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა სამეგრელოს და განსაკუთრებით ჩემ ტყვირს და მის ხელმძღვანელს ბატონ გიორგის. სულ წარმატებები მოკითხვა ჩემგან მთელ სამეგრელოს და ჩემ ტყვირს. დიდი მადლობა მოგზაურობისათვის. მადლობა ბატონო გია. ახლა კვლავ ქუთაისი თედასის ფილიალი და მათი სამხატვრო შემქმნელი გალდონი საკონიანი უნდა მოვიწვიოს სცენაზე. გითხრობ ბატონო სალომე და ეს კუთვნილი ჯილდო ქუთაისში მიემგზავრება. მადლობა სალომე ონინის და მის აღსაზრდელებს. ქალაქ ხონის ანსამბლ მერიდიანის ხელმძღვანელი ბატონი ნიკა სპერიძე მინდა ვიხმო. ნიკოლას გთხოვთ მომბრძანდით. Any კუთვნილი ჯილდო მიიღოთ და ბოლოს დაგვრჩა ჩვენი ოფიციალები რა თქმა უნდა. ბატონი შოთა თოქმანჯიშვილი მინდა მოვიხმო. ბატონო შოთა საგზანდებით ოფიციალებოს აღერა. ბატონო შოთა ჩაიბარეთ. ეს რა კარგი განსხვავებული დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. ბატონო შოთა მე მგონი ბატონო გია მურჩით დაჯილდოების ცერემონიას ჩვენ შეგვიძლია დიდი მადლობა გადაუხადოთ ჩვენს დამსწრე სტუმრებს. დიდი მადლობა გავაცილოთ ჩვენი სტუმრები და გთხოვთ ინტერვიუსთვის მოემზადეთ ტელეკომპანია ვარსკვლავთან არ დაიშალოთ. თქვენ კი ძვირფასო სტუმრებო კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით. მადლობა გამძლეობისთვის, მადლობა იმ სიტყვოსთვის და სიტყვოსთვის რაც დღეს ამ დარბაზში სუფევდა. დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. გამარჯობათ პირველ რიგში. მადლობა ბატონ გიათ კვაცერას ასეთი ღონისძიებისთვის. მრავალი ბევრი კარგი ღონისძიება ყოფილიყოს.
მადლობა ჩემს მშობლებს, ჩემს ბავშვებს და გილოცავთ შობა ახალ წელს. დაიწყარით მრავალს და ბედნიერი წელი ყოფილიყოს ყველასთვის. გილოცავთ ამდენ შობა ახალ წელს. დღეს მივიღეთ მონაწილეობა ძალიან ლამაზ და კარგ ფესტივალზე. მეორე წერია უკვე ვღებულობთ მონაწილეობას. დიდი მადლობა გადაუხადოთ ქორეოგთა კავშირის თავმჯდომარეებს და ტელეკომპანია ვარსკვლავებს. მრავალ ახალ წელს დაესწარით. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. გაიხარით. დიდი მადლობა მინდა გადავხადო ქორეოგრაფის მოღვაწეთა კავშირს. იმერეთის რაჭა-ლეჩხუმ ქემოსვანეთის გამგეობის თავმჯდომარეს ბატონ გიას, რომ ესეთი ბრწყინვალე ღონისძიება ჩაატარა და მინდა ყველას მოვეფერო და ყველას უსურვო დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცო და უსურვო წარმატებები ცხოვრებაში და ესეთი ლამაზი თაობა რო გვესდება და ესეთი სისხლი და ხოცი რომ მოდის ჩვენგან, ჩვენი საქართველო აყვავდება და აყვავდება. გილოცავთ, მრავალ შობა ახალ წელს დაესწარით, მადლობა დღევანდელი დღისთვის. სრულიად საქართველოს ულოცავ დამდეგ ახალ წელს, რასაც დაესწარით მშვიდობა და ბედნიერება იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში. მადლობას ვუხდი ბატონ გიას და დღევანდელი დღისთვის ძალიან მადლობლები ვართ. გვიხარია და წარმატებებს უსურვებთ ყველა ანსამბლს. მართლა შემიძლია თქვა ზოგიერთებისგან განსხვავებით, აუ მართლა რამდენი ვართ რა. ამოდისმეტები ერთმანეთს, ამოდისმეტები ჩვენ შვილებს, ამოდისმეტები ჩვენს გაძლებას და ჩვენს მოქმედებას. საღამოშვიდობისა, მოგესალმებით. დღეს ჩვენი ფესტივალის მეორე ნაწილია, პირველი ნაწილი უკვე ჩავამთავრეთ ღირსეულ ბავშვებთან, ღირსეულ მშობლებთან, ღირსეულ პედაგოგებთან ერთად. დიდი მადლობა მათ კიდევ ერთხელ და რა თქმა უნდა დღევანდელი ჩვენი ფესტივალი რომელიც უკვე აი ესეთი სახელითაც გამოირჩევა მრავალჟამიერ ახალ თაობას ალბათ სიმბოლურია იქიდან გამომდინარე რომ საქართველო იმ პროცესში იმყოფება რასაც ზუსტადაც რომ ის ახალი თაობა დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცებს ქართული ხელოვნების, ქართული კულტურის და ქართული ცეკვის იმ უმაღლეს ხარისხს რაც სატრაბახობო. ბევრი რომ არ ვისაუბრო ისედაც ტექნიკური მიზეზების გამო დაგვიგვიან და შეხვედრა. ერთი თხოვნა მექნება თქვენ შვილებს, თქვენ შვილიშვილებს აჩუქეთ ყველაზე ძვირფასი რამ ის რაც დღეს მათ ერგებათ. ეს არის ტაში და აპლოდისმენტები. და არა მხოლოდ თქვენსაც, შვილებსაც. მოდით, მადლობას გადაგიხდით. აი ესეთი ღირსეული ბავშვების აზრით, კულიშებში როგორ ეხმარებიან ერთმანეთს, როგორ უდგანან გვერდით, ერთად არიან, ერთმანეთს ამხნევებენ პირჯვარს იწერენ და ისე გამოდიან და ემზადებიან სცენაზე გამოსასვლელად. მე ძალიან თამამად მადლობას გადაგიხდით მომბრძანებისთვის, მე გახლავართ ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე და დღევანდელი ღონისძიების ამ მეორე ნაწილსაც, ჩვენი ფესტივალის მეორე ნაწილსაც მე გავუძღვები შეგადაშეგი. შეგაწუხებთ ხოლმე ღონისძიების ბოლოს გაიმართება დაჯილდოების ცერემონია და ჩვენს ქორეოგრაფებს მოვეფერებით ისე როგორც ეს ჩვენ შეგვეფერება. მადლობა მოთმინებისთვის, მადლობა ყველაფრისთვის და მრავალჟამიერ ახალ თაობას ბაღდათი 2024 გახსნილად გამომიცხადებიან. დავიწყოთ და პირველ ნომრად მოვიწვიოთ ჩვენი წყალტუბოს ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ფრესკოები.
Dushi at the sonda ashise geen ice maar je hodre ben met blauw en de club is Sanda Prawl, Somega Solen. Silifan Bokatalo, Silifan Bokatalo, Silifan Bokatalo, Otumbo, Arudu Shaga, Arudu Shaga, Urushaga, Silifan Bokatalo, Silifan Bokatalo, Silifan Bokatalo, Otumbo, Silifan Bokatalo, Silifan Bokatalo, Silifan Bokatalo, Otumbo.
სამწუხაროდ ეხლა მოგვაწოდეს კულისებში ინფორმაცია, მე ეხლა გავიგებ ფაქტიურად. ძალიან ცუდი ამბავი. ამის ამბავს თქვენს გაიგებთ და საორგანიზაციო კომიტეტმა საგერბატონი კახაბერ მარკვეშვილის დამეთანხმება მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფესტივალი გაჩერდეს. ამის სწორად გავიგეთ, მოდისაც მოგიხდით, ამდობასაც გადაგიხდით და ბატონო გახავთ. ძალიან დიდი ბოდიში დავგებო. სამწუხაროდ ტრაგედიის მოწმენდის გახდით და სამწუხაროდ ყველაზე დიდი ბოდიში იმ პატარებს, რომელებაც არაფერი დააშავეს და შეიძლება ზვირთდნენ პატარები არიან და მათთვის ქორეოგრაფებს ვიხდი ყველაზე დიდ ბოდიში, რომ ზოგმა მონაწილეობაც მიიღო, ვერ შეძლო და უმეტესი რა ვიცი, მადლობა ყველას ამ გაგიბიჭით და ხომ ყველას გაგიბიჭით მოვიკიდეთ ამ ამბავს და ძალიან ვთქვათ, რომ უნდა შევხვდეთ სამწუხაროდ დასეუნავდა ძალიან დიდი ბოდიში ყველას. ეს რატომია? ბოდიში მოგიხდით ყველას. სამწუხაროდ ძალიან კარგად. ეხლა შევატყობენ იმ ამბავი. და დაიცვალა პარკი და ამის გამო რამოდენიმე კოლექტივი გამოუსვლელი არის და მშობლებს, ბავშვებს, ქორეოგრაფებს ბოდიში მოგიხდით. ძვირფასო მეგობრებო, ეს უპროცენტო შემთხვევა და არასასიამოვნო ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა ფესტივალის მსვლელობის პერიოდში, მე როგორც წამყვანს შემატყობინეს, რომ გარდაიცვალა ერთ-ერთი ანსამბლის მოცეკვავის და პატარა და ახალგაზრდა თვარცები 14-15 წლის გოგონა. გავიგეთ თუ არა ეს ამბავი, მაშინვე საორგანიზაციო კომიტეტმა, ქორეოგრაფთა კავშირმა ხისიერად მიიღო გადაწყვეტილება და ყველა ქორეოგრაფმა მხარი დაუჭირა მას, რომ დღევანდელი ფესტივალი გაწყვეტილიყო და გაჩერებულიყო. რა თქმა უნდა, ამას გაგებით მოეკიდა თითეული პედაგოგი, თითეული ქორეოგრაფი და მე აი ბატონ კახასაც ზოგადადაც შევაფასებინებ და ბატონო კახა, მე მგონი სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. საგვირველია შეფასებაზე ღონისძიების თავ შევიკავებ, მაგრამ სამწუხაროდ ამბავი მოხდა ისეთი, როცა სხვა გზა არც არსებობდა, უნდა გაგვეჩერებინა, შეგვეჩერებინა, გავიგეთ თუ არა, როგორც თქვენ ბრძანეთ, ბატონ ბესო იმ წელს მივიღეთ ბატონ გიასთან ერთად გადაწყვეტილება და ყველა ორგანიზატორებთან, დირექციასთან ერთად, რომ ეს ღონისძიება შეგვეჩერებინა, სამწუხაროა და ნათელი დაადგეს იმ ანგელოზის სულს, უბრალოდ მინდა ვისარგებლო ერთხელ კიდევ აი ამ შემთხვევიდან ყველა ქორეოგრაფს რამოდენიმე დარჩა, ვიცი, მეცნობა მაქვს იმის, რომ გამოუსვლელი ვერ გამოვიდნენ ფესტივალზე და ეს ბევრ ნიუანსებთან არის დაკავშირებული ტრანსპორტი, ჩამოსულები ამ ხელგზას და ბოდიში მინდა მაქსიმალურად ვესწრებით ჩვენ რა თქმა უნდა არაერთხელ გაგვიკეთებია ესეთი ამბავი და ხელშეწყობა მათთვის, რომ აი ეს რაც კომპენსაცია გაუკეთოთ ამ ანსამბლებს და მე იმის თქმა ბოდიში მინდა უთხრა ყველას, რომ ვერ მიიღეს მონაწილეობა და მადლობა გაგებისთვის და აი ესეთი დამოკიდებულებისთვის, რომლებიც გაგვიგეს და გავაჩერეთ ღონისძიება. დიდი მადლობა ბატონო კახა, როგორც გითხარით, ამბის შეტყობინებისთანავე ინფორმაცია მოგვაწოდეს კულისებში და ადგე ბატონ გიასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვეჩერებინა დღევანდელი ღონისძიება. როგორც კი მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ეგრევე შევაჩერეთ ღონისძიება. აქ რამოდენიმე მთელი რეგიონი იმერეთის მონაწილეობდა ბავშვთა საახალწლო ფესტივალზე, საანგარიშო კონცერტი, რომელიც იყო დაჯილდოებები, პრიზები, სიგელები, ორდენები და ქორეოგრაფი ცოტა აუცილებლად გადაეცემათ ეს. ესენი ყველას თავისთავად ოფისში მივალ, ჩვენ თვითონ გადავცემთ ამას, მაგრამ ეს სამწუხარო ამბავი, მე თვითონ ჩემი ოჯახიდან გამომდინარე აქედან გამომდინარე ცოტა მიმძინს ამ თემაზე საუბარი და როგორც კი გავიგეთ, რომ ეს ახალგაზრდა ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული, ეგრევე ინფორმაცია რომ მოვიდა, შევაჩერეთ ღონისძიება და ეს აუცილებელი იყო იმისათვის, რომ მისი სული ამყოფოს ღმერთმა მშვიდობიანად და ნათელში ამყოფოს მისი სული. ყველა ქორეოგრაფს ბოდიშს მოუხდი, რომელიც მას ვერ მიიღო მონაწილეობა, ჩამოსული იყვნენ რეგიონიდან, ბოდიშს უხდი ყველა ქორეოგრაფს და ყველა გაითვალისწინებს ამას და
ნათელი მისცეს. მე მადლობა უნდა გადაუხადო ყველა ანსამბლის ხელმძღვანელს, მადლობა უნდა გადაუხადო საორგანიზაციო კომიტეტს სწორად მიღებული გადაწყვეტილებისთვის და იმ გაგებისთვის, მშობლებსაც დარბაზი სავსე იყო, აგერ ახლობით 800 კაცი იჯდა დარბაზში 6700. ყველამ გაიგო და ყველა გაგებით მოეკიდა ამ გადაწყვეტილებას. ღმერთმა აცხონოს ის პატარა ანგელოზის სული.